ახლა ჩავწეროთ ბეხარი. რბილი ხორცი. საქონლის ხორცი იქნება თუ ბატკნის ჯობია, ისე ბატკნის თუ იქნება, დავჭრათ საშუალო ზომები. დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაჭრილი მწვანილი. თქვენთვის მისაღები მწვანილი, რაც თქვენ გემოვნებას მოაგებთ და აურიოთ ეს ყველაფერი კარგად. ამის შემდეგ ცალკე გვაქვს გამზადებული დაჭრილი კომში, რომელიც უნდა იყოს 4-ად გაწვრილი, სქელი ნაჭრები რომ მივიღოთ. თუ არა და თქვენთვის სასურველი ზომა უფრო თხელი არ გამოგივით. ავიღოთ თუჯის ქვავი, დავაწყოთ ხორცი ნაჭრებად, მოვშუშოთ ეს ხორცი კარგად ხავთან ერთად ცხიმში და თუ იქნება ეს საქონლის ცხიმი, ან თვითონ ბატკნის ხორცის ცხიმი, სასურველია. თუ არა და თქვენ რა ცხიმით გინდათ, რა ცხიმსაც გებულობთ, თქვენთვის მისაღები რაც არის, იმაში ალყა-ალყა დაჭრილ ხავთან მოწვით კარგად და მოშუშეთ. ზემოდან მოაწყეთ კომშის ნაკრები, დაუმატეთ ცოტა რაოდენობით წყალი და შუშეთ ნელცაცხზე საათის განმავლობაში. არ ამოურიოთ არც ერთ შემთხვევაში. დახურული უნდა ქონდეს ქვავს თავი. ემრიელად მიირთვით. ამისათვის ყველაფრისთვის საჭიროა ხორცი, თქვათ 9 კილოგრამი ხორცი. 9 კილოზე დაჭირდება 2 დიდი ზომის კომში. ხახვის 3 თავი, ქინძის კაკალი დაფუძნილი გემოვნებით, შავი წიწაკა დაჭრილი გემოვნებით და ესა 5-დან რამოდენიმე 3-დან 5-მდე ნივრის ნიორი. ემრიელად მიირთვით.